პირველი არხი და ბასტი ბუბუ წარმოგიდგენთ. დიახ, გისმენთ. გოგიჩა გისმენთ. ერთი წუთით ვიტყვი. ვიტერ. გასაგებია. დიდი მადლობა. საინტერესოა. ვანი კარგი სიზმარი გამოვა. დიახ, გისმენთ გოგიჩა. სონიკი და გოგიჩა. გოგიჩა. მე მინდა ვითომრომ დამასვისმა ველოსიპედი და დაღლირო. ველოსიპედი თუ ძაღლი? ორივე? გოგიჩა, მომიტან კაბა. გვირგვინს? შეკვეთა მიღებულია. გოგიჩა, იცი მოვიდე? რომელი საქმეა? მიკრობადი, ჩარტონია. წერე მოვიდა? ვისია? ყურადღება, ეკრანზეა, სიზმარვიზია. საღამო მშვიდობის. კარგია რომ ჩვენთან ერთად ხართ. მე და სონიკი უკვე გელოდით. მამიდამ გითხრა შეიკრიბებით თუ არა, შემთან შემოიარეთო დღეს ჭკუის სასწავლებელი სპექტაკლი უნდა გაჩვენოთო. ჭკუის სასწავლებელი? გოგიჩ, რას ნიშნავს ჭკუის სასწავლებელი? ახლა რომ მეკითხები, აქამდე სად იყავ? როცა რამეს ვერ გაიგებ, მაშინვე უნდა იკითხო. ბაბილინათვის რომ გეკითხა, აგიხსნით. ჭკუის სასწავლებელი ნიშნავს ჭკუას რომ გარიგებს, რომ გასწავლის როგორ მოიქცე. ბაბილინას წარმოდგენა დღეს ბაზარის როგორ მოვიქცეთ? საინტერესო არა? გოგიჩ, მაინც უნდა გვასწავლოს, იცი? ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ იმას მივხვდი, რომ დღეს სპექტაკლი პატარა თაკოს ნამდვილად ასწავლის ჭკუას. თაკო ვინ არის? ეცი გოგო ხა? მე და ბაბილინას გვესაუბრა. გაბრაზებული იყო, მოგვიყვა დედიკო გამიბრაზდა, იმიტომ რომ ბაღში შარვალი არ ჩავიცვიო. შევიცვიო? და მე რა მოხდა? ეს საჭუაშია, ბაბილინა იღებასან მე ვერ გავიგებ. რა და ბაბილინამ უთხრა ამ საღამოს ჩემს სახლში შემოიჭრე და შენთვის წარმოდგენას გავმართავო. რა საინტერესოა, რა უნდა ასწავლოს იმ გოგოს ბაბილინამ? გოგიჩ, მოდი შევიხედოთ ბაბილინასთან. მართალი ხარ, უკვე დროა. ბაბილინა წარმოდგენას დაიწყებდა. საღამოშვიდობისა ჩემო-კარგებო, მიხარია რომ შემოგვიერთდით. მე და ბავშვებმა დღეს მუსიკალური სპექტაკლი უნდა გიჩვენოთ. ალბათ იცანით ჩვენი სპექტაკლის მონაწილენი. სხვადასხვა ჯიშის ძაღლები არიან. ეს კი ჩვენი წარმოდგენის მთავარი გმირია, ძაღლი პუდელი, რომელსაც ძალიან ლამაზი კაბა აცვია. აბა მითხარით ჩემო-კარგებო, ასეთი კაბით სად უნდა წახვიდე? კინოში და თეატრში კიდე? დაბადების დღეზე ქორწილში. ესე იგი, უნდა წახვიდე. გასაგებია, კინოში, თეატრში, დაბადების დღეზე, ქორწილში და სტუმრად. მოკლედ, ეს არის გამოსასვლელი კაბა, როგორც მივხვდი, ხო? ძალიან კარგი. მაგრამ სათამაშო არ არის. მაგრამ სათამაშო ნამდვილად არ არის. მართალი ხარ ჩემო-კარგო. ესე იგი, ეხლა ჩვენი წარმოდგენის დრო დგება. დავიწყოთ ჩვენი წარმოდგენა. ჩვენი მთავარი გმირი აი ამ ლამაზი კაბით ისეთ ადგილას წავიდა, რომ მე ამის გამო ძალიან ბევრი იტარდა. მოდით დავიწყოთ ჩვენი წარმოდგენა და ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ. ჩვენ საყვარელ პატარა პუდელ ბიბის პატრონმა ახალი კაბა შეუკერა. ცირკში რომ წავიყვან, თავისნაირ გამოპრანჭულ ძაღლებს ნახავს და გაუხარდებაო. ბიბის ძალიან მოეწონა ახალი კაბა. ერთი სული ჰქონდა, მეგობრებს როდის აჩვენებდა და ის ჩუმად, ისე რომ პატრონს არ გაეგო, ეზოში გაიპარა. She
ჩემი კერესმენ ახალი ტაბა ჩემი კერესმენ აი ასეთი გამოპრანჭული ჩავიდა ბიბი ეზოში და მას პირდაღებული უყურებდნენ ეზოს ძაღლები. სად მიდიხარ ბიბი ასე გამოპრანჭული? არ სად ეზოში მინდა თქვენთან ერთად თამაში. ძაღლები ეზოში თამაშობდნენ. ბიბი მათ შეუერთდა. ბიბის კინაღამ კაბა ჩაძვრა. ძაღლები ჩუმად ხითხითებდნენ. ეტყობა ხტუნაობის დროს არ უნდა ჩავიცვაო ეს კაბა. გაიფიქრა ბიბიმ და გადაწყვიტა თამაში შეეწყვიტა. ძაღლებმა ახლა სხვა თამაში მოიფიქრეს. ბაწარი გააბეს და ქვეშ გაძრომაში ეჯბრებოდნენ ერთმანეთს. მინდა თქვენთან ერთად თამაში. შენ ვერ ითამაშებ, კაბა დაგესრება. არა, არ დამესრება. იცოდე, კაბით როგორ უნდა ითამაშო? ხო, მართლა სასაცილოა. ალბათ ახლა კაბა დაესრება და მე დედიკოც გაუჯავდება. ბიბი ძალიან ცდილობდა კაბას გაფრთხილებოდა. არ უნდოდა რომ დასროდა. ამიტომ თამაში წააგო. შენ წაგეთ კაბა ხელს გიშ. არაფერიც არ მიშლის, მოდი სხვა რამ ვითამაშოთ. ახლა სხვა თამაში დაიწყეს. ბიბის ისევ კაბამ შეუშალა ხელი. არ უნდა ჩაგეცვა ეს კაბა, თამაში ხელს გიშლის. თქვენი ბრალია, ვინ მოიგონა ასეთი თამაში? ბიბის მეგობრებმა ახლა ქვიშაში დაიწყეს თამაში. ბიბი, იცი რა, ეხლა სილაშის სახლები უნდა ავაშენოთ, შენ არ ითამაშო, თორემ კაბა დაგესრება. ბიბიმ იფიქრა, ახლა ქვიშაში რომ ვითამაშო, მართლაც დამესრება კაბაო და იქვე ჩამოჯდა. სხვა რა გზა ჰქონდა. იჯდა მოწყენილი და უყურებდა როგორ თამაშობდნენ მისი მეგობრები. ნახესონიკ ეზოში სათამაშო ჩავიდა, კაბის გამო კი თამაშსაც ვერ ახერხებს. საწყალი ძალიან მეწოდება. აუ რა მოწყენილია, შენ რატომ ვერ ხვდება ყველაფერში კაბა რომ არის სამნაშავე? უცებ სახე გამონათდა, რაღაც მოიფიქრა, სახლში გაიქცა, ლამაზი კაბა გამოიცვალა, ეზოში რომ ატარებდა, ის ტანსაცმელი ჩაიცვა და მეგობრებთან დაბრუნდა. ოჩახ ბიბი, ახლა უფრო კარგად ითამაშებ. ბიბის კაბა ხელს აღარ უშლიდა და ისიც შეუერთდა თავის მეგობრებს. Tvaledi, Maldivar, Gipave, Down the Radamalebi. Ezash Bauchev Darbian, Suquala Selki da Mardia, Vivinet Garta da Tarkia, Dres. Noches en vera, in the bar, Toma da Sitching in the bar, Tamashiar, in the dame. Hampurti, Makara.
ბოლნე დავსად ვიღადამე მალები ეზოში ბავშვები დარბია სულ ყველა თელკი და მარდია ვირბინად გართობა კამქია დღეს როდესაც ვერ მოწინდება ხომარეს ვიცილი მინდება თამაში არ უსწრდება მე ასე არ ჯობ ჩემოკარგებო ეზოში მოხერხებული ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ ასე უფრო კარგადაც ითამაშებთ და ლამაზ კაბებს და ტანსაცმელს არ გააფუჭებთ ეს ამბავი პატარა ძაღლ ბიბიზეა მაგრამ მე ბევრ ბავშვს ვიცნობ ვინც სწორედ ასე იქცევა და ჩემოკარგებო იმედი მაქვს რომ თქვენ ამის შემდეგ არ შეგეშლებათ სად რა უნდა ჩაიცვათ ახლა კი გემშვიდობებით დილინებისა ახლა მივხვდი ყველანაირი ტანსაცმელი თავისებურად ლამაზია ხო გოგიჩ თავარია იცოდეს სად ჩაიცვა ხო ბაღში ეზოში პარკებში ალბათ ისეთი ტანსაცმელი ჯობს კარგად რომ ითამაშებ იცი სიზმრებში გოგოებს უფრო ხშირად მეფის ასულების კაბა აცვიათ ბიჭებს კი სპაიდერმენის კოსტუმები მე ერთხელ სიზმარში ბიჭი ვნახე ლომის კუდი ეხურა მართლა აუ როგორ მაინტერესებს ბავშვების სიზმრები დავალ ჩემს საქმეს მივხედავ სად მიდიხარ დამშვიდობება და გავიწყდა ისე ნახვამდის ბავშვებო მალე სიზმრებში ისევ მოგესალმებით დილენებისა სიზმრები ყველასთან